დაირღვა თუ არა კანონი ხელისუფლებამ 6 აგვისტოს სამართლიანი არჩევნები პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ 6 აგვისტოს ამორჩელებისთვის საჩუქრების გადაცემის ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაციაში თვლიან, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ ქორწილში წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ იყიდა. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ წყვილისთვის ბრილიანტის ბეჭედის გადაცემას, ამ ფაქტს ხულოს გამგეობა არ ადასტურებს. სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ მათ მიერ მოპოვებული ფოტომასალიდან ჩანს, რომ პატარძალ საჩუქრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცალ-ცალკე გადასცემენ. ორი ბეჭდის საჩუქრად მიღებას ოჯახის წევრების ადასტურებენ. წერია განცხადებაში. აღნიშნული წარმოადგენს წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევას, იმდენად რამდენადაც ეს შესაძლოა კვალიფიცირდეს როგორც ამორჩევლის მოსყიდვა. ჩვენ მივმართავთ აუდიტის სამსახურს იმისათვის, რომ აუდიტის სამსახურმა გააკეთოს მოკვლევა ამ თემაზე და შეაფასოს შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო ამასთან ერთად მივმართავთ პროკურატურას, რომ დაინტერესდეს უკვე თავის ჭრილში. როდესაც ხდება დარღვევა, რა თქმა უნდა, შესაბამისი სუბიექტები ამ საკითხს ასაჩივრებენ. შესაბამისად, პრეტენზია და საჩივარი ჯერჯერობით არ არის და ნახოთ თუ იქნება რაიმე ინფორმაცია და დეტალები ჩვენთვის ცნობილი, ამ შემთხვევაში განვიხილავთ. ტრადიციულად ჩვენთვის ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად საქორწილო წყვილისადმი აკეთებს საჩუქარს. ეს შესაძლოა გეგმაშიც წინასწარ იყო განსაზღვრული ოქროს შეძენა, რომელიც იქნა მუნიციპალიტეტის მხრიდან შეძენილი და გადაცემული საქორწილო წყვილზე. ამ შემთხვევაში რაიმე თიახლე ამ მიმართულებით არ ყოფილა.